მადლობა ნისიმე. შენ ნამდვილი პროდიუსერი. შენ რომ არ იყო. ხედავ ყველა. ოჩახნის. გადაგვარჩინა. აი ჩემოლადო, ახლა რომ ნისიმი არ ყოლოდა. დავჩევოდით გარეშე. ჩაწერას არ დავაჭირეთ. გვეკადრება ეგეთი ამბავი ხა? ერთ ისტორიას მოყვევი ცოტა სახალისოა 92 წელს ქალბატონო ნინო. მოდი ჯერ წარმოვადგინოთ თუმარ და ისტორიას მე მოყვევი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექიმი, ფსიქიატრი ქალბატონი ნინო ოკრიბელაშვილია დღეს მამის. ზუსტად ეგაა. ძალიან კარგი. ეხლა იმ ისტორიასაც მოყვევი. ცოტა სახალისო თემით რო დავიწყოთ. 92 წელს პირველ კლასში მივედი. რა პერიოდია კი მოგეხსენებათ და მამამ, რომელიც იმ დროს ტელევიზიაში მუშაობდა, გორში, არ ვიცი ვისთან როგორ, ანაირად ვიდეო კამერა ითხოვა. მე მგონი, იმან დაცვის ესკორტმა ჩამოატანენ, გზაში არავის წაერთიან და მოკლედ ჩემი პირველი კლასის გადაღება უნდა მომხდარიყო. უნდა გადაიღოთ და დედაჩემი დიდი სამბით იდგა და მთელი ზეიმი ეჭირა კამერა. ეხლა არ თქვა რა. ჩაწერაზე ხელის დაჭერა დავიწყოთ. დიდი მადლობა ქალბატონო ნინო რომ მოიცალეთ. ძალიან დატვირთული გრაფიკი გაქვთ. ვიცით და ამისთვის სწორედ უდიდესი მადლობა და მთავარი სასაუბრო თემა რაც არის ჩვენთვის მამების დროში და ჩემთვის და ლადოსთვის არის შვილები, მათი კეთილდღეობა, მათთან ურთიერთობა და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ სასარგებლო საჭირო საკითხ შევეხები და თქვენგან მივიღებთ შესაბამის ავიც შეფასებას თუ აზრს და ასე შემდეგ. ხოდა პირველი კითხვაც ასეთი გვაქვს. თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე რა გავლენას ახდენს, რა კვალს ტოვებს შვილზე მამის ჩართულობა და დისტანცირება, როცა შვილს მამასთან ძალიან ცოტა და ნაკლები ურთიერთობა. მადლობა პოდკასტში მოწვევისთვის. სიმართლე გითხრათ, თავიდან გამიკვირდა, იმიტომ რომ მეგონა რომ რატომღაც მხოლოდ მამაკაცებთან საუბარი გაინტერესებდათ, განსაკუთრებით მომავალ თაობასთან მიმართებაში, მაგრამ ის რომ მე დღეს მომიწვიეთ არა როგორც დაუშვათ მარტო ოჯახის დედა, არამედ ასევე როგორც სპეციალისტი, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემთვის მამის როლი დანახული სპეციალისტის მხრიდან და არა როგორც დედის მხრიდან დანახული. თუმცა ჩემმა ქალიშვილმა იხუმრა, რომ მიგიწვია ეს ეტყობაო, მაინცო მიხვდნენო, რომ შენ ცოტა მამის როლიც გქონდა აღებული ცხოვრების განმავლობაშიო. ეს ხუმრობა იქით იყოს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში მამის როლი რეალურად გასცდა მარჩენალს, როგორც იყო მიღებული და ავტორიტეტის ფუნქციას. რატომ? განა იმიტომ, რომ მამას ეს ფუნქციები აღარ ეკისრება. არამედ ნეირომეცნიერული კვლევები დღეს აჩვენებს, რომ მამის ემოციური ხელმისაწვდომობა, აი რაც თქვენ ახსენეთ წერან, არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, გოგო იქნება თუ ვაჟი, სტრეს მედეგობის განვითარებას და რაც მთავარია, ეს არის თვით შეფასებას. ანუ როგორ ვაფასებ ჩემს თავს, საბოლოო ჯამში როგორ რეალიზდები მომავალში, აი ამაზე ახდენს გავლენას. ნეირომეცნიერება ძალიან ფართე ცნებაა და ჩვენ აქ დღევანდელი ჩვენი პოდკასტისთვის, რა თქმა უნდა, არ ვისაუბრებთ ნეირომედიატორებზე და ისეთ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომლებიც რეალურად განაპირობებს ნებისმიერ ქცევას, რომელიც ჩვენ დროთა განმავლობაში გვეყალიბდება. როდესაც მამა ჩართულია ემოციურად ბავშვის, მოზარდის ცხოვრებაში, სწორედ მოზარდობაში ამ ადამიანს უყალიბდება განცდა, რომ მაქვს ძლიერი ზურგი, ძლიერი საყრდენი და შესაბამისად მე როგორც ფსიქიატრმა შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ასეთ ბავშვებს მომავალში ნაკლებად უჩნდებათ ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემები, როგორიცაა მაგალითად შფოთვა, როგორიცაა მაგალითად დეპრესია და სხვათა შორის ასევე ნაკლებია ამ კონტინენტში ნარკოდამოკიდებულების, სხვადასხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების პროცესი. მამა, როცა დისტანცირებულია, მაშინ ეს არის უტყვის სახით არაჩართული ბავშვის და გამახსენდა ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარდა ალექსანდერის მიერ სადღაც 70-იანი წლების პერიოდში, რომელმაც თქვა, რომ ესეთი ცივი უტყვის სახით მყოფი ადამიანი, ოჯახში როცა არის, მოზარდი ახშობს გრძნობებს,
თავიდან ცდილობს ყურადღების მიქცევას, მაგრამ შემდეგ ამ ყურადღების მიქცევაში შეიძლება დესტრუქციული ქცევაც წამოვიდეს, შეიძლება აგრესიული ქცევაც წამოვიდეს, რაზედაც ალბათ ასევე ვისაუბრებთ, მაგრამ ყურადღების მოპოვების მიზნით შეიძლება დაიწყოს ტანტრუმები, გაგიგიათ ალბათ, ხო, გაპროტესტებები, ტანტრუმები, რომელიც სწორედ მამის ბრალია ამ შემთხვევაში, მშობლის ბრალია, რომელიც მოდით ახლა არ განვაზობადებ, მარტო მამაზე არ ითქმის ეს, არამედ დისტანცირებული მამის ბრალიცაა და დედის ბრალიცაა, იმიტომ რომ ამით აპროტესტებს მაგალითად და ცდილობს ყურადღების გადმოტანას, ვექტორის გადმოტანას საკუთარი პიროვნებისკენ. რა საინტერესო რამე თქვით. ანუ მამის ჩართულობა როგორ განაპირობებს ზრდასრულ ასაკში ბავშვზე დეპრესიას, აშლილობას, ერთ-ერთი, ხო, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ესეთი პირდაპირი რომ მან და მაინც მკაცრება, ეს არის ბევრი განმაპირობებელი და ალბათ ვისაუბრებთ თვითონ იმ პრობლემებზე. მოდი ამ კითხვასაც დავსვავ განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თაობაში იყო ხოლმე ასეთი რაღაცა, როდესაც მამას რაღაცნაირად ბუად წარმოუჩენდნენ ხოლმე შვილებს, რომ მოვა მამაშენი და ნახავ. იგი ცოტა ხოლმე ბებია ჩემა სულ. ხო, ანუ მე მგონი საქართველოში არ არსებობს ოჯახი, სადაც ერთხელ მაინც ეს სიტყვები არ თქმულა, ეს წინადადება არ თქმულა. კარგი და ცუდი პოლიციელი გაგიგიათ ასეთი თამაში. ეს თამაში არ არის გამოსაყენებელი ოჯახურ გარემოში. მამა უსაფრთხოების გარანტიდან არ უნდა ვაქციოთ სასჯელის სიმბოლოდ. იცით რა არის ყველას ბავშვსაც და მოზარდსაც და ზრდასრულთასაც შეიძლება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე რაღაც შეცდომები დაშვების მომენტები დაუდგეს. მინდა გითხრათ, რომ შეცდომა ბავშვთა ასაკში ეს შეცდომები გაცილებით უფრო პატარა მასშტაბისაა და ამიტომ მათი გადატეხვა ფაქტიურად მათ პიროვნების განადგურებას ნიშნავს. ამიტომ არის, როდესაც მამა აღიქმება როგორც ცუდი პოლიციელი, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს და აკნინებს მის პიროვნულ თვისებებს, პრაქტიკულად ვარღვევთ ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს. მამაც და დედაც, მშობელი, ოჯახი, ესაა უსაფრთხოების პირველი გარანტი. აი ამ პატარა არსებისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში ქცევებს აყალიბებს და მომავალში თვითონ რომ გაიგებს, რომ მამა არის დამსჯელი, ბოროტი და ასე შემდეგ, მასთან კარგი ურთიერთობა ვერაფრით ჩამოუყალიბდება. არც დედა, არც ოჯახის რომელიმე ისეთი წევრი პირიქით არ უნდა წარმოვაჩინოთ როგორც დასჯის და ინსტრუმენტი, ან როგორც სიმბოლო, სასჯელის სიმბოლო, პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ გავუგოთ, რატომ მოხდა და აუხსნათ რა არის პრობლემა და რა მოცულობით რა არის. რამდენად შესაძლებელია ასეთი რაღაცაც, რომ ზოგი მშობელი განზრახ წარმოაჩენს თავის მეორე ნახევარს თუ მეორე მშობელს, როგორც შეიძლება დავარქვათ, იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ეგოისტური მიდგომა აქვს, რომ უნდა რომ ბავშვს ეს უფრო უყვარდეს. ხო, იცით რა არის ოჯახი, რომელშიც ბავშვი ინსტრუმენტი ხდება, არის ძალიან მძიმე პირობებში. ესე იგი, ფაქტიურად აქ მანიპულაციური ქცევა არის და ყოველთვის, როცა მშობელი ამჩნევს, რომ უჩნდება მისაკუთრების მცდელობა შვილის მიმართ, ალბათ პირველ რიგში საჭიროებს ასეთი ოჯახი გარედან ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. დიახ, ეს არ არის ფსიქიატრიული კონტექსტი, მაგრამ რეალურად ეს არის ინსტინქტი, თითქოს ჩაბღაუჭების ცდელობა, შეიძლება იყოს ბავშვი როგორც მანიპულაციის ობიექტი, ბავშვი როგორც თვითდამკვიდრების ობიექტი. სამწუხაროა, მაგრამ ჩემს რეალობაში მქონია შემთხვევები, როდესაც ქალი მძიმე დეპრესიული განცდებით მოდის, ანალოგიური ქცევა აქვს, რაც თქვენ აღწერეთ, შვილის მიმართ და მას მიაჩნია, რომ შვილის ობიექტად გამოყენება იქნება გზა იმისკენ, რომ მეუღლე შეინარჩუნოს. ესაა სრული
როგორ გითხრათ, ნონსენსი, იმიტომ რომ ფაქტიურად როცა ორ ადამიანს შორის ურთიერთობა აღარ არსებობს, ეს манипуляციური მომენტი ცუდად აისახება ჩვენს მომავალ თაობაზე. და კონკრეტულად ბავშვს რა გავლენა ახდენს ესეც რო ვთქვათ რა. მე ცოტა ხნის წინ მქონდა ერთი ღია ლექცია და იქ მოვიყვანე ეს მაგალითი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში და ცხოვრება სავსეა ასეთი მაგალითები, მიკროავტობუსით მგზავრობდი და უცებ მესმის დედისა და ბავშვის საუბარი, დედა უთხრა ბავშვმა რაღაც მიყიდე, დედამ უთხრა არა. ეს პირველი ფრაზეოლოგია კარგად არ მახსოვს, მაგრამ უცებ პატარა სიჩუმე იყო და ბავშვი ამბობს: "დე, მამა დებილია, ხო?" დედის პასუხი, რომელიც ჩართულია გაჯეთში და ესა: ანუ წახალისება ხდება, წახალისება. და ამას მოყვა პასუხი და ჩემთვის ძალიან გასაგები გახდა ეს ფრაზეოლოგია რამ გამოიწვია. ბავშვი მოუტრიალდა და ეუბნება: "მიყიდი ხო ნაყინს თუ რაღაცას?" ანუ დედა დააჯილდოვა ზუსტად ისეთივე манипуляციით, როგორც სავარაუდოდ მას იყენებენ манипуляტორად, манипуляციის ობიექტად. ანუ ბავშვებსაც შეუძლიათ манипуляტორები რო იყენონ. ძალიან ჭკვიანები არიან. და ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი ესმით და იმის გამო რომ აი ჩვენი ყუილების დროს ნახეთ ცნობილია რომ არის ესეთი ცნობილია რომ არის ასეთი ესე როცა ჩვენ ვიტყუებით მოულოდნელად ხან ცხვირთან მიგვაქვს ხელი ხან ლოყასთან ნუ რაღაც ეს სხეულის ენა ამას გეუბნება მაგრამ ესაა მოდიფიცირებული მომენტი იმ დიდი მომენტი იმ ბავშვობის დროინდელი ქცევიდან რომელიც ჩვენ ავითვისეთ პატარა როცა გატყვევს ტურჩზე იფარებს ხელს რაც გეუბნება რომ მე არა რაღაც და ცუდი რამე ვთქვი და თქვენ თქვით კიდევ ერთ საინტერესო და ეს ქცევა მე თანდათან მოდიფიცირდება და უკვე დიდი ასე აღარ ვაკეთებ მაგრამ ხელი ავტომატურად მიდის და რაღაცა სადღაც უნდა წავიდეს და აუცილებლად უნდა მოიკიდოთ ხვირზე ხელი და ასე შემდეგ აი ეს არის რომ ბავშვი манипуляტორი შეიძლება გახდეს სწორედ იმ შემთხვევაში როცა დედასა და მამას შორის კომუნიკაცია არის პრობლემური ცით ძალიან საინტერესოა კვლევები რომელიც აჩვენებს ბავშვის განვითარებას მშობლებთან მიმართებაში ზოგადად ჩვენი ქცევა შესწავლილია სხვადასხვა მიმართულების ფსიქოლოგების მიმართ. მაგრამ როცა მე ფსიქიატრი ვიყენებ ამას, ვიყენებ იმიტომ რომ ამ ფსიქოლოგიური ექსპერიმენტირების და ფსიქოლოგიური დასკვნების უკან დგას რეალურად შეცვლილი ცენტრალური ნერვული სისტემა, სადაც კვალები ყარებდება, კვალი, როგორც აი რაღაც უჯრედები, ფაილები, ნებავთ ასე დავარქვათ, რომელიც ინახავს, რომ ეს კარგი ქცევა იყო, წახალისებული იყო, დაჯილდოებული იყო, ეს ცუდი ქცევა იყო, არ იყო წახალისებული, არ იყო დაჯილდოებული. ამ თვალსაზრისით აი ძალიან საინტერესოა სწორედაც რომ თოჯინა ბობოს ექსპერიმენტი ბანდურას ჰქონდა ასეთი, რომელიც პირდაპირ გვაჩვენებს, რომ თუ ჯანსაღი ურთიერთობებია და ეს ჯანსაღი ურთიერთობები არის წახალისებული, ბევრად უკეთესი პარამეტრებით იზრდება მამაკაცი და განსაკუთრებით აი რაღაც კაცურ ტრადიციებთან მიმართებაში. თქვენ ალბათ ეს თემაც აუცილებლად უნდა განვიხილოთ აი მამის როლთან მიმართებაში. ნახეთ, ჩვენ დღეს საქართველოში ბევრს ლაპარაკობთ, რომ კაცური კაცი უნდა გაიზარდო. რა არის ამ კაცურ კაცობას შორის? თუ მე წამოწოლილი ვარ და დეკლარირებას ვაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ კაცურ კაცობის და ამ დროს რეალურად ვარ
ბევრ რაღაცაში შეუმდგარი, ჩემ შულთან ურთიერთობაში მე არ ვამბობ აქ ფინანსურად შემდგარ ადამიანზე თუ რაღაც. აქ არის ლაპარაკი, რომ მაგალითად ვაჩვენებ, რომ დედას არ ვურტყავ, რომ დედას პატივისცემით ვეპყრობი, რომ ქალების მიმართ მოწიწებას ვიჩენ, რომ დაუშვათ ჩემი უფროსის მიმართ, ჩემი მოხუცი მშობლის მიმართ მოწიწებას ვიჩენ. ამას როდესაც ხედავს მოზარდი, მის ცნობიერებაში არა, მის ფსიქიკაში ყალიბდება გარკვეული სქემები, ხატები, როგორ უნდა მოვიქცე შემდეგ. მე თუ ხედავ, რომ მამა ყოველ საკითხში უხირდება ოჯახის წევრს, მიმართავს გაქცევის ისეთ ცუდ მეთოდებს, როგორიცაა ნარკოტიზაცია, ალკოჰოლიზაცია, სულ სხვანაირია გარეთ და შიგნით, ამ მითითებების საფუძველზე ისიც ჩათვლის, რომ კაცურობა ეს ელემენტია. ქალისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს მამის ფენომენს, იმიტომ რომ მას როგორც მომავალ ქალს პირველად აფასებს მამა. და აი ესეთი ცნებები, როგორც იყო პირობითი და უპირობო სიყვარული, დღეს ესე ძალიან ესეთი აი ნახეთ ტრადიციულად ითვლება, რომ დედა არის უპირობო სიყვარულის მატარებელი, არანაირ პირობას არ მიყენებს. აი შენ თუ კარგად მოიქეცი, ამიტომ კი არ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ და მიყვარხარ. მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან აღრეულია ხოლმე ეს როლი, მამა ხდება უპირობო სიყვარულის გამტარებელი და დედა თითქოს ყველაფერს გააკეთებს და ამიტომ ცუდი პოლიციელის როლის თამაში ხანდახან მას უწევს ხოლმე. ესე არ უნდა იყოს. აი შეთანხმება, კონტრაქტი, რა თქმა უნდა არა ხელმოწერილი, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, აი დაუშვათ რაღაც შეთანხმება, ნოტარიულად. ამას უწოდებთ ხოლმე კონტრაქტი, როგორ თქვა, ჰიპოთეტური კონტრაქტი ოჯახის წევრებს შორის, რაზე ვარ პასუხისმგებელი. და მე რომ ვეუბნები, რომ დღეს შენ ბავშვს არ უყიდი ნაყინს, არ უნდა გააფუჭოს არც ბებიამ ეს თამაშის წესი, არც მამამ და არც დედამ. ეს რაღაც თამაშის წესები უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა. ლადო, იცი რა გამახსენე, კეჟერაძეშია ხო დოჩანაშვილთან კარგი წიგს რო კითხულობო, ესე ჟურნალისტი რო დაგიულისო. აი ხლა იმდენ წიგნი არ იგულისხმე, მაგრამ იმდენ ისეთ საკითხს შეეხეთ, რომ ვზივარ და ესეთი რაღაცა იმომდის, აქედან დამივლის და თელტანში მიდის. იმის გაცნობიერების მერე რომ რამ ხელა მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას თუ ურთიერთობას, თუმცა რომ ის რაც ადამიანად, კარგ ადამიანად რომ ჩამოყალიბდეს და ერთს დავამატებ მეც თუ შეიძლება თქვენ ბრძანეთ აი კაცურკაცობაზე და აუცილებლად მინდა ვთქვა რომ აი 17 მაისს ჩემთვის გამოგონილი დღეა ოჯახის სიწმინდის დღე, ოჯახზე დიდი სიწმინდე არ არსებობს და უბრალოდ ისეთი ხალხი აღნიშნავს ამ დღეს, რომ ჩემთვის ყველანაირად რო არღვევენ ოჯახის სიწმინდეს. ვიცი იმ ადამიანების ცხოვრების წესი და უბრალოდ ამ ერთ დღეს მიყავთ შვილები, რომ აი ოჯახის სიწმინდის დღეს და რატო დავიწყე ერთ-ერთმა ასეთმა, რომელმაც ვიცი რომ არანაირი სიწმინდე მაგისთვის არ არსებობს, საყვედური მითხრა რომ ოჯახის სიწმინდის დღეს რატომ არ მიყავ შენი შვილები იმ სვლელობის დროს. ხო და ჩემოკარგებო, ოჯახის სიწმინდე თქვენ ქცევაში უნდა გამოიხატებოდეს, რაც ბრძანა ქალბატონმა ნინომ, რომ თქვენი მეუღლის პატივისცემაში, მშობლის პატივისცემაში, მეგობრის პატივისცემაში, რომელიც მხოლოდ ჭიქით არ განისაზღვრება და რაც თავარია ჩვენი შვილებისადმი დამოკიდებულებაში, სწორ დამოკიდებულებაში და იქ რუსთაველზე გაივლით თუ არ გაივლით, შვილი ამით არ გაიზრდება არც კაცურ კაცსა და არც კარგ ქართველად და არც კარგ მოქალაქედ. დიდი ბოდიში რო არ ვთქვა, არ შემეძლო. ხო. იცით რა, მე ბევრად უფრო როგორც ფსიქიატრი, ბევრად უფრო როგორ თქვა, მიმტევებელი ვერავ, რა თქმა უნდა, მსგავსი აგრესიული დაუშვათ გამოვლინებების მიმართ არა ვარ მიმტევებელი, მაგრამ გამოხატულებაში ყოველთვის ვხედავ ორ ადამიანს, ადამიანი, რომელიც ვერ ხვდება რა პრობლემებს რა წააწყდებიან მისი ოჯახის წევრები, მისი ასეთი ქცევების
გამო, მაგალითად იძულება, ძალადობა, ბავშვს უნდა წასვლა თავის მეგობრებთან, იმ დღეს არის ვიღაცის დაბადების დღე და შენ უნდა წამოხვიდე რაღაც რიტუალურ აქტში უნდა მიიღო მონაწილეობა, რომელიც არ მესმის. იმიტომ რომ სახში რომ უბრუნდები, ქალო წადიეხლა და ეს გააკეთე და ეს გააკეთე, შეიძლება აი ამას წავაწყო და ყოველდღიურად და გარეთ ვამბობ, რომ დედა არის ყველაფერი, დედა ბოძი და უკავშირე დედა ენას, ყველაფერი და სახში დედა ნიველირებულია. რა თქმა უნდა, ეს დიდი პრობლემა არის, დაუშვათ ეს მასკულინური გამოვლინებების მქონე ადამიანებში. თუმცა მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ძლიერი მამაკაცი მარტო იმიტომ უნდა იყოს, არა მარტო ძლიერი ზურგი თავისი შვილისთვის, არამედ მთლიანად ოჯახისთვის და მაგალითად წახალისება იმითი კი არ უნდა გააკეთოს, რომ არიქა ეხა ჩვენ უნდა დავლიოთ აუცილებლად ერთი ბოთლი ღვინო თითომ 13-14 წლის ასაკში, არამედ 13-14 წლის ასაკში მისმა შვილმა უნდა იცოდეს რა არის პირადი სივრცე და საჯარო სივრცე, როგორ მოიქცეს პირად სივრცეში და როგორ მოიქცეს საჯარო სივრცეში. მამასთან უნდა შეეძლოს არა დაუშვათ სექსუალურ თემებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ სექს მუშაკთან დაკავშირებით, არამედ უნდა შეეძლოს საუბარი 3, 5, 7, 8 წლის ასაკში სხვადასხვა მოცულობით თემებზე, როგორიცაა სექსუალობა, როგორიცაა პირადი სივრცე, როგორიცაა ღირსება, როგორიცაა თუნდაც თავდაცვის მექანიზმები, გოგოსაც უნდა შეეძლოს ამ თემაზე საუბარი მშობლებთან და მამასაც უნდა შეეძლოს საუბარი გოგონასთანაც და ვაჟთანაც. მე მაინც პირველ კითხვას ვუტრიალებ, ისე თუ არ გამიბრაზდებით. არის ძალიან ბევრი მიზეზი, ქალბატონო ნინო, როცა მამაკაცი მამა ოჯახში არ არის, ან გარდაცვლილია, ან გაშორებულია, ან არ ვიცი. სამწუხაროდ ციხეში არ ვიცი. მარჩენალია და ემიგრაციაშია წასული. აი ასეთი ოჯახებისთვის, როცა ვსაუბრობთ, რომ მამასთან ურთიერთობა ბავშვისთვის არის ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხი. ეს ხალხი რო არ ვიცი, არ მოიწყინოს, იმედის ნაპერწკალი არ ჩაუქრეს. ამ შემთხვევაში მათ როგორ შეგვიძლია მივაწოდოთ, როცა სიტყვაზე ბებია, ბაბუა ზრდის შვილს, როცა მხოლოდ დედა ზრდის. ამ შემთხვევაში რა ხდება? თქვენ აღწერეთ იდეალური პასუხისთვის პირდაპირ მომეცით ჩარჩო. როდესაც მამა რაღაც მიზეზით არ არსებობს, ოჯახში აუცილებლად არის ვინმე მამაკაცი, ეს შეიძლება იყოს ბაბუა, ეს შეიძლება იყოს ბიძა, ეს შეიძლება იყოს თუნდაც მეზობელი, აუცილებლად მამაკაცი, რომელიც აგრძნობინებს პიროვნულ მომენტად ჩამოყალიბების პროცესში ზურგს, მხარდაჭერას. არ იგულისხმება ეს, რომ უნდა აუცილებლად 24 საათიანი კომუნიკაცია იყოს. იცით, მე თვითონ მყავდა ძალიან კარგი მამა, რომელიც ძალიან დიდი ხანი სამსახურში იყო და სახლში რომ მოდიოდა პრაქტიკულად იყო დღეები, რომ გვეცინა. და საათები, დღეები ვერ ვნახულობდით, მაგრამ ყოველთვის არსებობდა კვირის განმავლობაში რაღაც პერიოდები, როდესაც ის აბსოლუტურად სრულფასოვნად თავის დროს გვიწყვნიდა ჩვენ ოჯახს. სახლში მობრუნებული, მე უკვე მოზრდილი როდესაც ვიყავი და უკვე აღარ მეძინა, მე მესმოდა დედმამის საუბარი იმაზე, რას კითხულობდა ის. არ ეკითხებოდა საჭმელი რა გააკეთე, ქალო. იკითხავდა ბავშვები ხომ კარგად არიან, რას აკეთებენ და მაშინ არ იყო ისეთი კომუნიკაციური საშუალება, როგორც არის ტელეფონი. ნეტარს ახლა არ იყოს. არა, მე ვერ დაგეთანხმებით, ამან ბევრად უფრო საინტერესო გახადა ცხოვრება და თუნდაც აი მამა, რომელიც არის სხვა ქვეყანაში, მას შეიძლება ჰყავდეს მეგობარი აქ, რომელთანაც გაშუალედებულად მამის დახმარებით ტელეფონის სრულიად განქორწინებულმა მშობლებმაც აუცილებლად უნდა იცოდნენ, სრულიად დაშორებულმა მშობლებმა, რომ არსებობს ადამიანი ბავშვის ცხოვრებაში, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს, ან თუ ჩაანაცვლებს, მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული მოცულობით, რომ მის კეთილდღეობას საფრთხე არ შეექმნას.
ნახეთ, არსებობს ეგრეთ წოდებული მასლოუს პირამიდა, ფსიქოლოგიური პირამიდა, რომლის ქვედა ნაწილი არის საჭმელი, სითბო, პირველადი ინსტინქტების დაკმაყოფილება და ყველაფერი. მაგრამ ჩვენ თუ აი ეს უსაფრთხოების და დაცულობის განცდა ხო, მესმის რაღაც ეტაპზე სახელმწიფოც ვალდებულია, რომ უსაფრთხოება დაიცვას, მაგრამ პირველ ეტაპზე, როცა მე არ ვიცი ოჯახის იქით, რომ არსებობს სახელმწიფო, მე ამაში ვხედავ აუცილებლად იმ ადამიანს, რომელიც განსხვავებულია, იმიტომ რომ იდენტიფიკაციის პროცესები უნდა გავიარო. გოგო ვარ, ჯერ უნდა შემიყვარდეს მამაკაცი, მერე დავშორდე და დედასთან გავაკეთო იდენტიფიკაცია და მამაკაცი ვარ, ჯერ უნდა მიყვარდეს დედა, მაგრამ მე ესე იგი განსხვავებული ადამიანი შეიძლება იყოს, ჩემი მაგალითად არა გვარის და მაგრამ მასთან ოღონდ ისეთი ადამიანი უნდა იყოს შერჩეული, ასე გვეუბნებიან, ასე გვასწავლიან ჩვენი დიდი წინაპრები ფსიქოლოგიაში, რომ დაუშვათ შეთანხმების კონტექსტში ზიანი არ მიაყენოს ამ ადამიანს. ამიტომ სწორედ აი წევან ვახსენეთ აი ეს 3-5 წლიდან დაწყებული სექსუალური განათლება, შემდეგ უკვე მოგვიანებით იერარქია უნდა მივცეთ, ვინ აუსაფრთხო, ვინ არის საფრთხის შემცველი, მაგრამ საფრთხის შემცველი არა იმგვარად, რომ გარე სამყაროს მიმართ საერთოდ ნდობა წაიშალოს, არამედ სად უნდა დაიცვას პირადი სივრცე და სად უნდა რა გააკეთოს საჯარო სივრცეში. ქალბატონინო, გაჯეტები შემოგვიდა საუბარში კი, აუცილებლად. ცოტა ხნის წინ გამოვიდა ძალიან მაგარი მოთხრობი სათამაშოების ისტორიის გაგრძელება. მეხუთე ნაწილი, მე და ჩემი პატარა გოგონა ვიყავით ერთად და ზუსტად ამ პრობლემაზეა. ანუ გაჯეტი შემოდის ბავშვის ცხოვრებაში, რომელიც რეალურ თამაშებს მოწყვიტავს და თლიანად გადაერთება ამ გაჯეტებზე, იმიტომ რომ ამის მეგობრები მარტო ამას თამაშობენ და ამათთან რო სალაპარაკო კონდეს, იმიტომ რომ იმათ მარიციან რეალური თამაშები. და მთელი მულტფილმი არის იმაზე, რომ სათამაშოები ცდილობენ დაიბრუნონ თავისი ადგილი ამ ბავშვის ცხოვრებაში. საოცარი მულტფილმია და რაც მთავარია, ყველაზე მეტად რაც მომეწონა, რომ პრობლემა დანახულია, რომ გაჯეტმა ბავშვს დააკარგინა რეალობის შეგრძნება, მაგრამ ამავე მულტფილმში დანახულია ის, რომ გაჯეტი არის აუცილებელი. აღარ დაგასპოილერებთ და არ გეტყვით რატო არის აუცილებელი და რას აკეთებს. სადუდა მე მაინც მგონია რომ კითხვას ასე დავსვავ. ანუ კითხვას ნახეთ რა სადუდა მივხვდეთ აი ეს ზღვარი, სადუდა გავუვლოთ ჩვენ შვილს. კითხვას კითხვით გიპასუხებთ. რას ართმევს ეკრანი ბავშვს? აი ეს ყველაზე დიდი შეკითხვა. თუ ეს არის ჯანსაღი ჰობი, როდესაც ეკრანი სასარგებლოა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როდესაც ზინავს ნორმალურად, ჩართულია სპორტში, დადის მეგობრებთან, ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, მაგრამ დღის განმავლობაში ეკრანს უთმობს დროს, როგორც ჯანსაღ ჰობის, მაგალითად, კონდეს კომუნიკაცია მეგობრებთან, რომელთანაც დილით ისაუბრა და საღამოს რაღაცა მიმოწერა. მაგრამ პრობლემა ჩდება მაშინ, როდესაც ეკრანი ანაცვლებს რეალურ ურთიერთობას, როდესაც მე აი ეს ფიზიკური შეხება აღარ მინდა ჩემს მეგობრებთან, აუცილებლად კოცნაზე და ჩახუტებაზე არ მაქვს საუბარი, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ჩახუტება აუცილებელია, ოქსიტოცინის საფუძველია, ოღონდ რა თქმა უნდა, ისევ პირად და საჯარო სივრცეზეა, ყველას არ შეიძლება ჩაეხუტა. გამიგეთ, ამიტომ ესეც აუცილებლად ინფორმაცია უნდა მივცეთ. აი კიდევ არის რაღაც საკითხები დაუშვათ, ესე იგი ეკრანთან დაკავშირებით. ვიტყოდე ესეთ რამეს, როდესაც ეკრანი ძალიან ხშირად ადამიანს აკადრგვინებს ძილს და ესაა მაგალითად აი ეს ლურჯი ციმციმი თუ ცისფერი ნათება, რომელიც ამოდის ეკრანიდან, რომელიც ადამიანს აძლევს მუდმივის განგაშის და საფრთხის შეგრძნებას. შესაბამისად, მელატონინი, რომელმაც ძილის ჰორმონი
რომელსაც ძილის ჰორმონი ქვია, მელატონინის წარმოება გვიანდება ან საერთოდ წყდება და შესაბამისად ძილი ირღვევა. ძილი კი რისთვის გვჭირდება? ძილი არის აუცილებელი იმისთვის, რომ დღისით მიღებული ინფორმაცია ღამის საათებში სწორად ჩაიწეროს, საჭიროებისას კარგად ამოვიდეს ზემოთ და შესაბამისად კარგი ფუნქციონირებისთვისაა აუცილებელი სრულფასოვანი ძილი. ამიტომ აი ეს პარამეტრები უნდა გავითვალისწინოთ, რას ართმევს ეკრანი ბავშვს. ძალიან ბევრ მოზარდს ჩემ შურებსაც მათ შორის პერიოდულად უჩნდებათ ხოლმე ეს ეგრეთ წოდებული წიკები თუ ტიკები როგორ ქვია რა. რას ეძახით? გააჩნია. სიტყვად ეხლა ჩემი უმცროსი რას საკეთებს თვალებს იმაშურებს. ხამი? კი. ხო, აიცით რა, ზოგადად ტიკები არაა მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემა. ტიკები შეიძლება იყოს გამოწვეული, გარკვეული ნევროლოგიური დეფიციტებიდან, ჟილატულარის სინდრომი არსებობს, მრავლობითი ტიკები თავისი ვოკალიზაციით და ასე შემდეგ, მაგრამ რასაც თქვენ აღწერთ, ეკრანთან ურთიერთობის გამო თუ მოდის, ეს არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ ეკრანი იყოს კი ბატონო, მშრალი თვალის სინდრომის ვარიანტი შეიძლება მიდის, რაც ძალიან პრობლემურია. და ალბათ უნდა აჩვენოთ ჯერ პირველი გზა, მაინც თვალის ექიმთან უნდა დავიწყოთ, თორემ თავისთავად ტიკური მოძრაობები არის საკმაოდ სერიოზული ფსიქიატრიული პრობლემაც და ამავე დროს ნევროლოგიური ინტერვენციებიც საჭირო ხდება ხოლმე. იმას ვერ ვიტყვით, რომ მაინც და მაინც მხოლოდ ეკრანის ვრალია, ესე იგი, ხო? თუმცა ერთ-ერთი არა, მაგრამ აი, რასაც თქვენ ამბობთ, თვალების ხშირი ხამხამი, ეს მაგალითად სავსებით შესაძლებელია მშრალი თვალის სინდრომი იყოს. მე სპეციალისტი ამ მიმართულებით არა ვარ და ამიტომ აი, ერთ-ერთი არის კიდე ესე აკეთებენ ხოლმე, მინახავს. ასე იცი ხოლმე ის დამასეთ ბათუმში რო ვიყავით, სადღაც 12 წელს. ვოკალიზაციაც მიყვება ხოლმე უცნაური ხმების გამოწვევა, ფრუტუნის. ეს არის პრობლემა, რომლითაც უნდა მიმართონ ბავშვთა ფსიქიატრს. ერთი ბავშვი იყო, გინაღამ გავგვიჟდი, რაღაც სპორტული ღონისძიება იყო, ჩემ წინ იჯდა ეს ბავშვი ტელეფონში ჩამძროლი და თან თამაშობდა და ხელს ყოველ წამს აქეთ გაწევდა, ესე აკეთებდა, მოკიდებდა ისევ. შეიძლება ფაქტიურად აი რასაც თქვენ შეიძლება რაღაც რიტუალად აქვს ჩამოყალიბებული, შეიძლება აზრდებას აკეთებს, შეიძლება ისაა ობსესიურ კომპულსიური აშლობა. ვერ გეტყვით, ნებისმიერ შემთხვევაში სპეციალისტთან მისვლა აუცილებელია. ზედმეტი მოძრაობები თუ ჩდება, აუცილებელია სპეციალისტთან. განსაკუთრებით ალბათ გარდატეხის ასაკში ბავშვები რაღაცნაირად იკეტებიან, რაღაც დოზით გაუცხოვება ხდება მშობელთან, აი ნებისმიერ კომუნიკაციის მცდელობას რაღაცა დოზით აგრესიით პასუხობს. როგორ მოვიქცეთ მშობლები, რომ აი ეს ჩაკეტილი სივრცე რაღაცა ფორმით გავარღვიოთ ცუდი ნათქვამი, რომ ეს კომუნიკაცია შედგეს, ის დაგვიბრუნდეს, რომელიც გარდატეხის ასაკამდე იყო. ხო, იცით რა არის ეს, არ არის ესე. ღმერთმა დაიფაროს, რომ არ მოხდეს სრული განცალკევება მშობლებისაგან და დაახლოებით 40 წლის ასაკშიც უთანხმებდნენ საკუთარ გადაწყვეტილებას, მაგალითად, აი პრიმიტიული, აი პიჯაკის შერჩევის მომენტში, ან პერანგის ყველა გადაწყვეტილებას უთანხმებდნენ თავის მშობლებს. დედას ან მამას, ღმერთმა დაგვიფაროს. იმიტომ რომ მოზარდობის ასაკის ყველაზე მაღალი ხიბლი ის არის, რომ შენ პოულობ, რომ არ არიან ყველაზე მნიშვნელოვანი შენ ცხოვრებაში, მაგალითად დედა და მამა, უკვე გააზრებული გაქვს, რომ ვერც დედას მოიყვან ცოლად და ვერც მამას გაყვები ცოლად, შესაბამისად შენ უნდა გააფართო შენი თვალსაწიერი და შემდეგი ეტაპია სწორედ შენს გარემოში, შენს თანატოლებთან განვითარება. რაც არ უნდა წინ წასული მშობელი იყო, თუნდაც ის 20 წლიანი გეფი რაც აქვს გაახლეჩა ასაკობრივი შვილთან სულ სხვა თაობის წარმომადგენელი ხართ და რაც არ უნდა ეცადოთ რომ ბევრი რამ გაიგოთ მისი ცხოვრებიდან, რაც არ უნდა უყუროთ იმავე ფილმებს, რაც არ უნდა იკითხოთ იგივე წიგნები, ისინი სხვაგვარად ხედავენ ცხოვრებას. ესაა განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ხიბლი. მაგრამ ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა მოზარდი ყავთ,
მოზარდებს აუცილებლად სჭირდება გარედან ნავიგაცია. თქვენი მეგობრული ურთიერთობა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს 13 წლის ასაკამდე, გულისხმობს იმასაც, რომ მან უნდა იცოდეს, რომ საიდუმლო ყველა ცუდი არ არის, მაგრამ უმჯობესია თუ რაღაცა პრობლემა შეხედავს, პირველი თქვენთან მოვიდეს, დედასთან მივიდეს, იმ სანდო ადამიანთან მივიდეს, ვინც მას მხარდაჭერას გამოუცხადებს. თუმცა აქაც ხას გავუსვავ ერთ რაღაცას. საიდუმლოებები არის 12-13 წლის ასაკის მერე. უბრალოდ მშობელს სჭირდება კარგი თვალი, კარგი ინტუიცია და ამიტომ პირველი შვილის გაჩენის შემდეგ მშობლები ვალდებულები არიან ცოტა მეტი იკითხონ იმის შესახებ, თუ როგორია განვითარების ეტაპები, რას მიაქციონ ყურადღება. მაგალითად, თუ ხედავს, რომ მოზარდი 2 კვირა და მეტი ჩაკეტილია სახლში, ნაკლებად აქტიურია, მაგალითად, არ ვიცი, აი ბევრი მომენტია ისეთი, მეგობრებს ჩამოშორდა, ხანდახან ადრე წვება ოთახში და შეიძლება იქიდან ან ლაპარაკის ხმა გესმის, ან ტირილის ხმა გესმის, ან ყველაფერი ხდება, აუცილებლად უნდა დასვათ კითხვები. ასევე თუ შენიშნეთ, რომ გიმალავს რაღაცებს, ტელეფონს მალავს, სახლიდან ქრება რაღაც ნივთები, ძალიან დიდი ალბათობით ხო, კიდევ აი ამის პარალელურად თუ ჩდება მაგალითად ახალი წრე, აჟიტირება, გამღიზიანებლობა, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ რაღაც ხდება და ჯობია მხარდაჭერა იპოვოთ პირდაპირ მასთან საუბრით, თუ ეს მეგობრული ურთიერთობა არსებობს, ან გაშუალედებით იპოვოთ ადამიანი, ვისაც უფრო მეტად ენდობა და გკითხოთ, რომ რა უჭირს, ხომ შემიძლია დავეხმარო და არა ის, რომ აი მე უპირობოდ ყველაფერს გადაუჭრე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზრდასრულ ჯანსაღ მოზარდს ნუ შევქმნით. თუ რაიმე ფიზიკური ან გონებრივი პრობლემა აქვს, ეს მედლის ერთი მხარეა, მაგრამ ჩვენ ამას უწოდებთ შესაძლებლობების განვითარების შესაძლებლობასაც ახარ ვუტოვებთ ამ ჩვენს თაობას და დაღეჭილი ლუკმა არ არის კარგი. ხანდახან თვითონ უნდა ისწავლონ, რომ 20 ჯერ უნდა დაღეჭონ, სანამ გადაღლაპავენ. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აი ამ კონტექსტში საუბარი. ეგ გვეშლება ხოლმე მშობლებს მეც ვაღიარებ და გაგვირვის. ხო რა. მოიცა მე მოგიტებ, რატომ უნდა წავიდეს და მოიტანოს წყალი ხას რა. იცით რა, შეიძლება წაახალისო. თუ სულ თვითონ იღებს და ხედავ წამოწოლილია, შეიძლება ერთჯერადად წაახალისო და უთხრა, გინდა წყალი მოგიტანო, ან რამე ხომ არ მოგაწოდო. მაგრამ ნახეთ, ისევ და ისევ ეს ფუნქცია, მოდით თუ ყავთ ბებიას გადააბარეთ და იყოს ბებია დაუშვათ ესეთი უფრო ლოიალური, მე როგორც ბებიის პოზიციიდან გეუბნებით ამას. სურამში არიან ბებია და ბაბუა და ორივე ზეიმი აქვს სურამში რომ მიდიან, იმიტომ რომ იქ არიან როგორც დედოფლები. აი მოზარდებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პატივისცემის საზღვარს ოთახში დაუკაკუნებლად რო არ შეხვიდე. მაგას სულ შვები ჩემი შურების ოთახებში და მე თვითონ მომწონს და ისინიც მაგას აკეთებენ და ეგ ძალიან მომწონს რა. კი, აუცილებლად, იმიტომ რომ პირადი სივრცის უსაფრთხო პირადი სივრცე უნდა გქონდეს. ისევე როგორც მაგალითად მორალის კითხვა, აგრესიულობის ელემენტები შენიშნეთ, მორალის კითხვა და კეთილთან მიმწყდება არაფრით არ გამოდის, მაგრამ რა შეგიძლიათ ნახოთ, ვინ შემოვიდა მის სოციუმში, ხომ არ არიან ეს ადამიანები მასზე უფროსები, რომელიც შეიძლება მოსწონს, მაგრამ ცოტა სივრციდან ამოვარდნილია. ნახეთ, მოზარდობის ასაკის კრიზისი, ასე ქვია ხო, პუბერტას კრიზისი, ღმერთმა არ ქნას, რომ ვერ გადავლახოთ. აუცილებლად
იმიტომ რომ თუ ვერ გადავლახეთ, ესე იგი ზრდასრული ვეღარ ხვდებით. და ამ კრიზისში კიდევ არის ჩემი შესაძლებლობების, ჩემს სურვილებთან შეუსაბამობის პრობლემა. მე მინდა ვიყო 15 წლის ასაკში წარმატებულიც, ყველასთვის პოპულარულიც, მინდა ვიყო ამავე დროს შვილიც მინდა ვიყო მოსაფერებელიც, მაგრამ ამავე დროს მაჩოც მინდა ვიყო და არ არის ერთდროულად ეს ყველაფერი. ამიტომ აიცით იდენტობის დარღვევები, იდენტობის აბნევა აი ამ პერიოდში ყველაზე ხშირია და ხშირად თავს შედიან ისეთ გარემოში, აი მაგალითად კრიმინალურ გარემოში, სადაც თავს აგრძნობინებენ, რომ აი ისინი ძალიან მნიშვნელოვანები არიან. ნარკოტიკებთან მიმართებაშიც ანალოგიურად ხდება, რომ აუ ძალიან მაგარია, cool. სანამ ჩვენ არ ვიტყვით, რომ კრიმინალი არის მაგალითად ის რომ მომპარა რაღაცა, ესეც და ხაზინაც რომ მოიპარა ხაზინადაც ქურდი რო ქვია, ხაზინის ქურდი ქვია და არა კორუფცია, რაღაც ფრაზეოლოგიით რო ვნიღბავთ. აი ამას სანამ ღირებულებებში არ გადაუტანთ, მანამდე ძალიან რთული იქნება საუბარი განვითარებულ ზრდასრულ ერზედაც კი არა თუ ადამიანს. რამდენი კითხვის დასმა მინდა თქვენთვის ახლა ქალბატონო. ზუსტად. ეგუდა ერზე სანამ იტყოდით მეთქი თუ ბავშვით დაასრულეთ თუ დამეთქო ქვეყნისთვისაც კი სანამ ეგ მენტალობა არ გაჩნდება თაობაში და თქვენ იქ მოსულა ეგ არა კვაჭი კვაჭანტირაძე რაღაც კონტექსტში კარგი გმირია რომელიც ადაპტაციას აკეთებს მაგრამ ეს ადაპტაცია მორალზე გადის ძალიან მაღალ ზნეობრივ მორალურ კატეგორიებზე გადის. სწორედ ამაშია საქმე, ჩვენ ადაპტაცია მორალური ღირებულებების დევალვაციად არ უნდა ვაქციოთ. ამას წინ ვსაუბრობდით, მე და ჩემი მეგობრები ადრე არ გამიბრაზდებიან წინათაობის წარმომადგენლები სამსახურს რო იწყებდა ხელფასს რო კითხავდა. ხელფასი არაფერი, მაგრამ იცი რამდენი რამეა მოსაპარი. ძალიან ცუდი ცხოვრება იყო ის 70 წელი ჩემთვის. მე სულ ვფიქრობ და ვამბობ ხოლმე, რომ იმ 70 წელმა საერთოდ თავდაყირა დააყენა ქართველი ადამიანი და მიზანმიმართულად ხდებოდა ეს ამბავი რა. მიუხედავად იმისა, რომ შეთქმულების თეორიების დიდი მოტრფიალი არ ვარ, მაინც მაგაზრს ვაწვევი ხოლმე სულ. რადგანაც ახსენა რომ მოზარდობის პერიოდში იცვლება ბავშვი უნებურად და თურმე კარგია ეს ასე რო ხდება მაგრამ თუ ძალიან აგრესიულია გაღიზიანებულია მუდმივად და როგორ უნდა მივხვდეთ მოკლედ ეს ასაკობრივი კაპრიზია თუ რაღაც ფსიქოლოგიური ან ფსიქიატრიული პრობლემა გვაქვს ეს როგორ უნდა მივხვდეთ და რას ვაკეთებთ მე შევეცადე წინა პასუხში ამეხსნა როდესაც ვამჩნევთ რომ ჩვენი მოზარდი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში არის გაუცხოებული ჩემგან გამოეთიშა ჩვეულ საქმიანობებს აღარ აინტერესებს სპორტი არის აპათიური ამოტივაციური ვერ მოუძებნი ინტერესების ახალ სფეროს კი არა ძველ სფეროზედაც კი უარს ამბობს აუცილებელია მაინც სპეციალისტისგან აიღოთ კონსულტაცია არის მეორე ვარიანტი კიდევ უფრო მეტად სარისკოა, როდესაც ამჩნევთ, რომ აჟიტირებულია, გაღიზიანებულია, იკეტება ოთახში, ამავე დროს იწმევს გრძელსახელოებიანს, უცნაური მეტად იყენებს პარფიუმს, ხო, სუნამოს იპკურებს და რაღაცა რომ დამალოს, სიგარეტის მოწევის, მარიხუანას მოწევის, თვალები ჩაწითლებული გაქვს ეუბნები რატომ პასუხობს რომ იცი რა ვიცურავე და აი ქლორმა გამიღიზიანა ყველა ასეთ ნიშანს მცირე ნიშანსაც კი სჭირდება აუცილებლად ყურადღების მიქცევა იმიტომ რომ აგრესიის დროს ჩვენ არ გამოგვივა რაღაც მორალის კითხვა და დამუნათება მთავარი ავუხსნათ რა რისკებთან არის საქმე მთავარი ავუხსნათ რომ მისი ტვინის მომწიფების პროცესში მავნეობები რომელიც რეალურად არსებობს მაგალითად მარიხუანას მოწევა
ჯერ ეს ის მარიხუანა არა, რაზედაც საუბრობთ, ეს ამოდიფიცირებული, რომელშიც არის სხვა ნივთიერებები დამატებული, ან გაძლიერებულია სწორედ მისი ადიქციის ხელშემწყობი ნივთიერება. როდესაც ვეუბნებით, რომ ალკოჰოლი არ არის კარგი თავის ტვინისთვის, საგამ მისი მომწიფება არ დასრულდება, იმიტომ რომ რეალურად აი ტვინის ნაოჭები რო გაჩნდეს, ასევე გვასწავლიდნენ, რომ ტვინი რაც უფრო კარგად არის დანაოჭებული, ბევრად უფრო გონიერიაო ადამიანი. ეს პროცესი რო არ შეჩერდეს, ამისთვის არის ზუსტად აუცილებელი, რომ მავნეობები იყოს ნაკლები. ეს ყველაფერი ქალბატონინო, საზღვრები ახსენეთ და ხშირად ყოფილად მეც მithქვამს ჩემი შვილისთვის სხვაზე რატო თქვა, რომ ვიღაცამ თუ რაღაცა აგრესიულად მოგექცა, არ დაუთმო, შენც დაარტყი, რატომღაც ვთვლიდი, რომ იმ თავის გასამკვიდრებლად თუ იმის თვალში რომ დაჩაგრულად არ გამოჩენილი იყო, ასე იყო საჭირო. როგორ უნდა ვასწავლოთ მამებმა შვილებს თავის საკუთარი საზღვრის დაცვა, ისე რომ მოძალადედ არ იქცეს ბავშვი? ხო, ნუ ჯერთი მამა არ უნდა იყოს თავისთავად მოძალადე, რომ ეს მოდელი არ აიღოს. ეს ერთი. მეორე, ზოგადად ადამიანს აქვს არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, ეს ენა. თუ ადამიანი სწორად ახერხებს თავისი პრობლემების გამოხატვას, ახსნას, განმარტებას, თუმცა რაც არასჯობს, გაცლას ჯობს, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენი შვილები შევწიროთ მაგალითად შედარებით უფრო აფექტური რეაქციების მქონე ადამიანის დაუშვათ რაღაც უცნაურ ქცევას. საზღვრები გულისხმობს იმას, რომ უნდა უთხრას, რომ მე არ მინდა შენი ჩახუტება. ეხლა არ მინდა. მაგალითად კი არ უთხრას, რომ აი მე შენ ვერ გიტან და რაღაც. არამედ უნდა უთხრას, რომ იცი რა, შენი ჩახუტება ეხლა არ მინდა. აუხსნას რატო? იმიტომ რომ ცხელა, დღეს ხასიათზე არა ვარ და შემდეგ ის ადამიანი აგრესიასაც აღარ გამოავლეს. ან მაგალითად, როდესაც მოვა და დაუწყებს კონფლიქტს, უნდა უთხრას, რომ დღეს არ შემიძლია გიპასუხო, მოდი რა გადავდოთ. აი ეს გადავადება არის რაღაც გარკვეული ტაქტიკები, რომელთანაც კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია კი. დასაგებია. და კიდევ იცით რა არის, ჩვენ ვასწავლიდით თავის დროზე დიდი ხნის წინ მოძალადებთან გამკლავებას ქალებს, რომლებსაც უწევდათ ამ რეალობაში გამკლავება, თვალებში არ უყურო უნდა მოძალადეს. როგორც კი თვალებში უყურებ მოძალადეს, ეს გულისხმობს, რომ შენ დომინირებას აპირებს, იმიტომ რომ მოძალადეობა რას ნიშნავს? მას უნდა შენზე დომინირება, იმიტომ რომ სხვაგვარად ვერ დაგაჩოქა, ხო? და ამიტომ თვალებში არ უნდა უყურო და აუცილებლად უნდა იცადო, რომ აი ეს მანძილი დააშორდე და დეესკალაცია უნდა გაკეთდეს იმ სიტუაციის, შემსუბუქება უნდა მოხდეს ამ სიტუაციის. მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს გიგავალიანის დედას, რომ ვინც დააშავა, მიეზღოს და პასუხი აგოს. თან ყველაზე რთული ჩემთვისაც და ყველასთვისაც ის არის, რომ არასრულწლოვნების მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულზე ვსაუბრობთ. როგორ მიდის მოზარდი აი ასეთი დაუნდობელი, ასეთი ცუდი არ მინდა რომ თქვა, მაგრამ ცუდი ადამიანობა აბა სხვა რა, როგორ ხდებიან ასეთები სპეციალისტის შეფასებით, არ ვიცი. სპეციალისტები ხანდახან ხედავთ მხოლოდ ისტორიას, მე არ მქონია ურთიერთობა ამ ადამიანებთან, მიზედად საუბრობთ. ზოგადად თქვა მოზარდები რატო არიან ასეთი დაუნდობელი? საინტერესოა და კარგი კითხვა. სამწუხაროდ ამაზე ერთი მნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მოზარდი, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, შეიძლება ყალიბდება გარკვეული ტიპის პიროვნებად, რომელსაც მოგვიანებით დიაგნოზით შეიძლება დაესვას. ესაა მაგალითად ანტისოციალური პიროვნული ასლობა, უკვე ისმება 18 წლის ზემოთ, მანამდე ამ დიაგნოზს არ ვიყენებთ, მაგრამ არსებობს ისეთი მენტალური კონსტრუქცია, როდესაც ემპათია არ გამოუმუშავდა, არ აქვს დაუსჯელობის განცდებიც ხელს უწყობს ამას, მაგალითად ის რომ ხელშეუხებელია, გარანტიები აქვს რაღაც. არის კიდევ ის რომ შესაძლებელია აი ეს მოდუსი, აი ეს ქცევის ეს მოდუსი მიღებულია იმ გარემოში, სადაც ის იზრდება.
ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ვაკონტროლოთ რა გარემოშია და ვასწავლოთ სწორი ქცევის დაუშვათ ესეთი პარამეტრები, მინიშნებებით ყალიბდება ეს საკუთარი მაგალითების ჩვენებით ყალიბდება, სწორი შეფასებებით ყალიბდება, როდესაც ორ პირობას ხედავს მოზარდი, გარეთ ხვანაირი ვარ, შიგნით ხვანაირი ვარ, ესეც მოდელია, მე შემიძლია ვიყო, ხო, აი მაგალითად ანტისოციალურ პიროვნულ არსებობაში ერთ-ერთი ნიშანია, რომ ზედაპირულად მე კარგად ვტივტივებ, მაგრამ როგორც კი შენ ეხები ჩემს პირად ინტერესებს, მაგალითად მე ძალიან მომწონს თქვენი პერანგი, მაგალითად. 7 წლამდე მე თქვენთან რომ მოვედი და მოვიპარე თქვენი პერანგი, არაფერი არა იცით რეალურად, იმიტომ რომ მე არ ვიცი რას ნიშნავს კუთვნილება, საკუთრება. მაგრამ 14 და 15 წლის ასაკში მე რომ თქვენ არათუ მოგპარებთ, არამედ გაიძულებთ რომ გაიხადოთ და მომცეთ პერანგი, ეს უკვე სხვა ტიპის პრობლემაზე საუბრობს და სხვა ტიპის პრობლემაა ეს უკვე. ქალბატონო ნინო, ჯერ კიდევ ძალიან დიდი სტიგმაა ფსიქიატრთან ვიზიტი. კი ბატონო, გეთანხმები. როგორ აუხსნათ ჯობლებს, რომ ეს არ არის არც სასირცხო და პირიქით ხშირ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს რაღაცა შესაბამისი ჩვენება აქვს, აუცილებელიც კია, რომ დროულად მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა. დავამატებ, რომ სასირცხვილო და არც რაღაც განაჩენი არ არის რა თქმა უნდა. მადლობა ამ შეკითხვისთვის. ფსიქიატრთან მიმართვის სტიგმა დიახ ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა იმ ძალისხმევით, რასაც იჩენს, მაგალითად იგივე თქვენი ტიპის გადაცემები ან საზოგადოება, რასაც იჩენს, ფსიქიატრთან მიმართვის სტიგმა რეალურად არსებობს, თუმცა გადაცემებით, ფსიქიატრების ჩართულობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების ძალიან ფართო წარმოჩინებით სხვადასხვა გადაცემებსა თუ სოციალურ პლატფორმებზე დღეს ეს გზა უფრო დამოკლდა და უფრო ადვილად მიდიან, როცა სიმპტომებს ამჩნევენ. პირველი დიდი პრობლემა მაინც არის ეს მითოლოგიზაცია, რომ აი ფსიქიატრია ცუდია, გამოუვალია და ასე შემდეგ. გამოუვალია მდგომარეობა, რომელსაც გვიან შევხედავთ. როდესაც იდენტიფიკაციას ადრეულ ეტაპზე ვუკეთებთ, ადრეულ ეტაპზე ვიწყებთ მკურნალობას, მდგომარეობა შეიძლება იყოს ქრონიკული, მაგრამ არა უნუგეშო. მართვა და არა განკურნება. დღეს არის ძალიან დიდი მიმართულება პაციენტზე ორიენტირებული, პაციენტზე ცენტრირებული მკურნალობის, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ მარტო ფსიქიატრი ვერ აღმოჩნდება პირისპირ პრობლემასთან, ნებისმიერ დიაგნოზთან. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ჩართულობა ფსიქოლოგის, ოჯახის ექიმის, მაგალითად იგივე რა თქმა უნდა თავად ოჯახის წევრების და ზოგადად საზოგადოების. ესაა საუბარი რეაბილიტაციურ პროგრამებზე, ესაა საუბარი ესე იგი სახელმწიფოს მიერ მზრუნველობის გამოჩენაზე ბავშვთა და მოზარდთა ასაკის მიმართ. მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთი დიდი პრობლემა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოზარდის პრობლემებზე, არის მაინც ის, რომ მშობელს გონია, რომ ეს ყველაფერი თავისით გაივლის. ბევრი რაღაცა დიახ ამ ასაკში თავისით გადის. 100%-იანად თუ ჩავთვლით კრიზისულ პერიოდს, აი ამ პუბერტას კრიზისს, აქედან დაახლოებით 7-10% შეიძლება დარჩეს მერე რაღაცა სხვადასხვა სახით მოზარდის არა უკვე ზრდასრული ცხოვრებაში. მაგრამ ყველა кейსი არის ყურადსაღები. ყველა кейსში მშობელმა ჯერ თვითონ უნდა დაიწყოს ზრუნვა განათლებაზე და ამ პრიზმაში შეხედოს პრობლემას. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებთ ისეთ საინტერესო იყო მეგობრების ხსენება ვერ გავბედეთ თუ ვერ შევძელით თუ არ გვინდოდა. ვერ ჩავხდეთ, იმიტომ რომ საინტერესო თემებს ვსაუბრობდით. ორი არაჩვეულებრივი მეგობარი ყავს ქალბატონო ნინო. ერთი ეს არის გურჯაანის ნაყინი, რომელიც ყველას უყვარს განსაკუთრებულად, იმიტომ რომ ჩემს ოჯახში სხვათა შორის მინდა გითხრათ გამოვწყდები.
კი, სხვათა შორის აბსოლუტურად ყველა სტუმარს აქვს ანალოგიური რეაქცია, როდესაც იგებს გურჯაანს. საუკეთესო ნაყინი აქვს და ძალიან დიდი მადლობა იმ მაგარი გემოვებისთვის, რომელსაც გთავაზობ. იმისთვის რომ ხარისხს მეგობრობაზე უარს არ გვეუბნებიან. და ხარისხს ინარჩუნებენ, ამდენი წელია რომ ხარისხს არათუ ინარჩუნებენ, ცდილობენ რომ გაუმჯობოს. თუ ჭირდება საერთოდ გურჯაანის ნაყის გაუმჯობესება. და კიდე ერთი მეგობარი არის ჩვენი კომპანია ნემო, რომელიც ყველანაირი ტიპის შესაძლებლობის, მოცულობის რა ქვია? წყლის ტუმბოებს აწვდის მომხმარებელს და აქვს სახელობითი ღვინო, რომელთაც ვთქვით ხოლმე სტუმრები ცოტათი მადლიერება გამოვხატოთ და უგემრიელესი წითელი ღვინო გამოვატანა თქვენთან კომპანიამ. ერთად შეგიძლიათ დალიოთ ნემოს მამების დროს და ყველა კარგი თემის სადგიძე. ძალიან დიდი მადლობა. უდიდესი პატივისცემა ქალბატონო. ემოციებით სავსე და რაც თავარია ახალი ინფორმაციებით სავსე მივიდივარ სახში და ახალი იდეებით. და ახალი იდეები. ახალი იდეები. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ასეთ საინტერესო საუბარი ვაჩუქეთ მაყურებელ შეიძლება ითქვას. აბა დროებით. გამოგვიწერეთ და დაგვალაიქეთ. აბა დროებით.